რამდენიმე დღიანი ვარდნის შემდეგ ნავთობის ფასი გუშინდელ ვაჭრობაზე ისევ მკვეთრად 6%-ით გაიზარდა, რაც ამერიკა-ირანს შორის დაძაბულობის გამწვავებამ და ჰორმუზის სრუტის ხელახალმა დაკეტვამ განაპირობა. ორივე მხარე ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ირანმა უარი განაცხადა სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობაზე, მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან ახალი ავიადარტყმების მუხარისა. როგორც უცხოური მედია წერს, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ირანის პორტების ბლოკადას, ირანმა კი კვლავ აღადგინა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება გზის, რომელიც კონფლიქტამდე მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთეც ემსახურებოდა. საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2026 წლის იანვარ-მარტში უმნიშვნელოდ 0.2%-ით 5 მილიარდ 867 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი მილიარდ 723 მილიონ დოლარს აჭარბებდა. წლიური ზრდა კი 23%-ია. რაც შეეხება იმპორტს 7%-ით 4 მილიარდ 153 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთია. ექსპორტი 93%-ით გაიზარდა ამ დრომდე კრიზისში მყოფ ფეროშენადნობების სექტორში და ექსპორტიდან ქვეყანამ 76 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. საექსპორტო ათეულში პირველ 3 ადგილზე მსუბუქი ავტომობილები, ნავთობპროდუქტები და ძვირფასი ლითონების მადნებია. გალთენ თაგარტი წელს ქვეყანაში ფულადი გზავნილების 5.5%-იან ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკის მოლოდინით მთლიანი მოცულობა წლის ბოლოს 3 მილიარდ 800 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეროვნული ბანკის მონაცემებით პირველ კვარტალში ფულადი გზავნილები წლიურად 14%-ზე მეტად, 899 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ღვინის ხარისხის კონტროლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მთლიანობაში შემოწმებული 56 კომპანიიდან დარღვევა 33 კომპანიის 49 ნიმუშში გამოვლინდა. ღვინის სააგენტოს განმარტებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საექსპორტო პროდუქციაში დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. შედარებით რთული ვითარება კვლავ ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირდება, სადაც დარღვევების ძირითადი ნაწილი სწორედ შემოწმებულ კომპანიებში დაფიქსირდა. გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ქართული ღვინო იყოს განსაკუთრებულად ხარისხიანი. ამ მხრივ ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ეს არის წარმოებული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც სახელმწიფო კონტროლის, ასევე საინსპექციო კონტროლის, სახელმწიფო ზედამხედველობის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელთან შედარებით ნაკლებად ვლინდება შეუსაბამობები ამ აღნიშნულ წარმოებულ პროდუქციაში, რაც რა თქმა უნდა დადებითი ტენდენცია. რაც წლები გადის, ჩვენი ღვინის ხარისხი უკეთესდება. და რაც თავარია, თან უბრუნდებით იმ ძველს, რაც ადრე იყო, ჩვენ ტრადიციულ მეღვინეობას. გადართულები ვიყავით ძირითადად ევროპულ მეღვინეობისკენ, მაგრამ ეხლა დავუბრუნდით ჩვენებური ტრადიციებისკენ და ეს ჩვენებური ფესვები კიდევ მე მგონი ევროპაში და მსოფლიოში უფრო მოწონს. იჯარით გაცემულ საძოვრებზე მონიტორინგის შედეგად 4000 ჰექტარზე დარღვევები გამოვლინდა. ინფორმაციას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. პირველ კვარტალში სულ შემოწმდა 58 საძოვარი, საერთო ფართობით 7000 ჰექტარი, სადაც 22 ნაკვეთზე სხვადასხვა სახის დარღვევა დაფიქსირდა. სააგენტოს შეფასებით აღნიშნული ფაქტები ნიადაგის დეგრადაციას და საძოვრების პროდუქტიულობის შემცირებას იწვევს. შესაბამისად, ინფორმაციის შემდგომი რეაგირებისთვის ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების საბავშვო პარიკები გამოჩნდება. კომპანია თმის სახლში ამბობენ, რომ ინიციატივა სოციალური პროექტია, რომელიც ალოპეციის, ანუ თმის ცვენის მქონე ბავშვებისთვის ემოციურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ საბავშვო პარიკების პარალელურად ბაზარზე ალოპეციის მქონე თოჯინებიც გაიყიდება, რომლებსაც თავიანთი პარიკები ექნებათ. შედეგად ამ პრობლემის მქონე ბავშვებს თოჯინა ეყოლებათ, რაც მათთვის იმის მთქმელი იქნება, რომ ისინი სხვებისგან განსხვავებულები არ არიან და თოჯინაც კი მათნაირია. თმის სახლი ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, კომპანიის საწარმო ქუთაისში მდებარეობს, მაღაზიები კი ქუთაისსა და თბილისში. მიზანი ამ თოჯინის არის ის, რომ სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს არ ვაგზნობინოთ თავი, რომ ისინი არიან განსხვავებულები. თოჯინა იქნება სრულიად უთმო ალოპეციით და ექნება საკუთარი პარიკები. ამით გვინდა გაუგზავნოთ მსოფლიოს ყველა ბავშვს მესიჯი, რომ ისინი არიან პირიქით განსაკუთრებულები და განსხვავებულები არ არიან არავისგან.